სანამ რუსეთის ფედერაცია ამ ფორმით არსებობს, ძალიან საინტერესო და კომპლექსური კომენტარია, უბრალოდ ამ ნაწილზე გავამახვილებ ყურადღებას, სანამ რუსეთის ფედერაცია ამ ფორმით არსებობს, მოგვიწევს მეთან დიალოგში შესვლა. აი ამაზე გამახსენდა ერთი კომენტარი დამეწერე სხვა სოციალურ ქსელში, რომ ერთადერთი გასაღებიო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ინახება კრემლშიო და ამასთან დაკავშირებით მაგ ცალსახად მრავალ მიმართულებიანი პასუხი. ერთი გასაღები არასდროს არ იბეჭდება, ყოველთვის რამდენიმე ასლით იბეჭდება გასაღები. იგივეა კონფლიქტოლოგიაშიც არ არის ხოლმე როგორც წესი ისე, რომ კონფლიქტის მოგვარების აგრესორსა და დაპყრობილ ქვეყანას შორის საქართველოს არ არის დაპყრობილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ორი დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ხო, ჩამოჭრილი რუსეთის მხრიდან და დროებით ოკუპაციაში მყოფი. როდესაც მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ხოლმე. ამისთვის მოკლედ რომ შევაჯამოთ, მე მისახება 4 მთავარი გზა. პირველი ეს არის, რა თქმა უნდა, დიალოგი წარმოების არსებობის შემთხვევაში, ამის არსებობის შესაძლებლობის შემთხვევაში, თუ მოხდება სწორი დიპლომატიური ვაჭრობა და იცი რა, მე ყოველთვის ვჯერა, რომ კი აი ჩერჩილი ამბობდა, მე მგონი ხო, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების რუსეთთან დადებული ხელშეკრულება იმაზე უფრო ნაკლებ ფასიანია, ვიდრე თვითონ ის ფურცელი, რაზეც ხელს აწერენ, ხო, ანუ ფურცელს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას. იმიტომ რომ არ იცავენო ამ ხელშეკრულებას, მაგრამ აუცილებელია, ან მხოლოდ შიშველი ძალა საქმეს მსოფლიოს ვერასდროს ვერ მართავს, შესაბამისად მოლაპარაკებების არსებობა უნდა მიმდინარეობდეს პარალელურ რეჟიმში. ამასთანავე უნდა იყოს აუცილებლად გაცხოველებული კავშირი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორც არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ევროკავშირი, გაერო და ასე შემდეგ. უნდა მოხდეს ინფორმაციების გატანა, მხოლოდ არ უნდა გქონდეს აქცენტირება გაკეთებული, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ გაეროსთან გქონდეს კავშირი. არა, ჩვენ უნდა ვახდენდეთ ინფორმაციების გავრცელებას, უნდა საუბრობდეთ ინგლისურად, რუსულად, ვეცებოდეთ დიალოგებში, ვაქვეყნებდეთ ვიდეოებს, ვაკეთებდეთ პოსტერებს, ხო, შორის მე მაქვს ინგლისურად არხი YouTube-ზე და TikTok-ზე, თუ გამოიწერთ ძალიან მადლიერები დაგრჩებით, რისთვის ვახდენ საერთაშორისო თანაგზნობის მოპოვების მცდელობას ჩვენი ისტორიის გატანას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეალურად ყველა საუბრობს მაგალითად უკრაინის ომზე, ყველა საუბრობს ისრაელ-პალესტინის ომზე, მაგრამ არავინ არ არის იმღდენად ცნობილი, რა გაგვიკეთეს ჩვენ აფხაზეთში, როგორ დააჭრეს ჩვენს თანამემამულეებს თავები, როგორ მოაწყვეს გენოციდი, აწამეს უდიდესი ნაწილი, უნდათ გაწყვეტეს სისხლის დაღვრა, მშობლებს აყლაპინებდნენ ბავშვების თვალებს, ფეხბურთს თამაშობდნენ, გორებს აშენებდნენ ქართველების დაჭრილი თვალებით, აფსუები, ოსები და რუსის სამხედრო შეიარაღების დახმარებით აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ მომავალ თაობას უნდა აუხსნათ, რომ მამების და ბაბუების დანაშაულისთვის პასუხებს არ თხოვთ. დანარჩენ ფაქტორებზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ბევრჯერ ვისაუბროთ, უბრალოდ ეს არის მოკლე შეჯამება პირველი ორი ფაქტორი, რაც მოვასწარი ამ ვიდეოში.